როცა საუბრობთ პოლიტიკურ დანიშნებზე და განთავისუფლებებზე, რამდენიმე მაგალითს აგიკითხავთ სწრაფად. ბატონი აკაკი მინაშვილის და ანა მინაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობს, ბატონაკაკ საძანდება ეგ. როგორ ხდება ეგ ამბავი? ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მისი ცოლის და სოფიო კობიაშვილი კუთში მუშაობდა. ქალბატონი ბურჯალიანის და ვენერა ბურჯალიანი მომსახურების სააგენტოში, გურამ დონაძის და ირმა დონაძე ასევე მომსახურების სააგენტოში, ბატონი ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლობის უფროსი რო გახდათ, მისი ცოლის ძმა მომსახურების სააგენტოში, შოთა ხიზანიშვილის ბიძაშვილები მთელი სანათესაო თითქმის თომაშვილების გვარი მომსახურების სააგენტოში, ხადია დეკანოიძის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, მისი ძმაც ყუთში მუშაობდა, ბარძელაშვილის ცოლის და ამ დრომდე სამინისტროში მუშაობს, ასევე მისი ბიძაშვილი პაპიძე, ხიზანიშვილის ცოლის ძმა ჟღენტის სამინისტროში მუშაობს და მისი ძმა იუსტიციის სამინისტროში, უდესიანის და დღემდე სპორტის სამინისტროშია სამმართველოს უფროსად, ქალბატონ ნადირაშვილის მეუღლე დიდუბის გამგებელი გახლავთ. გავაგრძელო ესია.